ეხლა თქვენთან პოლიტიკაზე საუბარს საჯობია, ძალიან საინტერესო იქნებოდა ყოველთვის მიყვარს პირველ პირებთან, აი ესეთ ადამიანებთან საუბარი, ვინც აი იხარშება ამ საქმეში და მათი პოზიციების პირადად მოსმენა. დღევანდელი ჩვენ საკანონმდებლო ბაზა, აი ბოლო პერიოდი მე ურდებლად ვიტყვი, რომ ძალიან დაეცა პოლიტიკური კლასი. ჩვენ აი ეგეთი ლექსიკა, აი მე მახსოვს იმეილში რო პარლამენტი იყო, ხო? იქ ეროვნული მოძრაობის ლიდერები იყო, კი იყო იქაც ჩხუბი და ბაგაბუკი, მაგრამ მაინც პოლიტიკური კლასი სხვა იყო. ისეთი კანონები არის მიღებული განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში, რომელსაც აი მე ურდებლად ვიტყვი, რომ ამ ტერი მიიღებს. ამ ტერი უნდა იყო მიზამი მართლად, იმიტომ რომ ყველა ბოდიში და ყველა ხო უცოდნენ არის, რომელიც არ კითხულობს. ვიღაცამ ხო ეს დაწერა, დილით გაიღვიძა საურავი, მთელი წლის განმავლობაში ეს ქროვდება და წლის ბოლოს უკვე აღმასრულებელი შეძლო აყადაღებს და ეხლა წარმოიდგინე 5 კვადრატული რო ქონა მაღაზია, ის კაცი დააჯარიმეს 12000 ლარით. ამიტომ ჩვენ მიზამი მართლად სამ სიტყვის საუკეთესო გაგებით ძირს უთხრით. იმ დანაშაულებრივ უკანონო კანონმდებლობას, რომელიც არის შექმნილი, გამოაქვეყნა საპენსიო ფონდმა, რომ და თვითონვე მოუწოდა ის, რასაც მე მოუწოდებდი შეიტანის საჩივრები, მე დაბომბეთ საჩივრები. საპენსიო ფონდში შეიტანის საჩივრები, და მე დავწერე რომ ხა 14500 ლარი გაქვს. ფასი ახლა სწავლობ დაჯარიმების მექანიზმს და ეს დაჯარიმების მექანიზმზე თვითონაც ნამუშევარი აქვს. სააკაშვილის დროს ასე ტოტალურად ვერ კონტროლ ვერ შევარდნაძის დროს ვერ შევარდნაძის დროს მუშაობდა. მედიაში და ასეთი ტოტალური კონტროლი არ იყო. ხალხი და სახელმწიფო ყველას დაავისდა. მთავარი ერთმანეთს ძირი გამოუთხარონ და მეტი არაფერი ხო. ხო ნახეთ პრემიერ-მინისტრი დაამარცხეს კარტელებმა ფასებთან დაკავშირებით აშკარა კაპიტულაცია გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ კიდევ უფრო გაიზარდა. კალათებზე ლაპარაკი და აი დავალებული ეს კომუნისტი. არა, აი ეს არის სამარცხვინო საქსი. ეს არის სამარცხვინო. მიზეზი მაღალი ფასების არის კარტელები. გამორიცხავთ თუ არა შესაძლებლობას, რომ აი ეს ვიღაცა აგენტი, ის ვიღაცა დაბალი რანგის საბოტირებდეს აი საბოტაჟი, ხო გესმით, რაღაცის გაკეთება ან არ გაკეთება სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ. პარლამენტის წევრი არ უნდა ცხოვრობდეს სხვა პლანეტაზე. აი ეგ არის. სხვა და უნდა კითხულობდეს კანონებს. პარლამენტში უნდა იყონ ადამიანები, რომელსაც კანონის შემოგვეთების საქმიანობა ესმის და ამ ქვეყანას მარტო გაარწწორებს კარგი კანონი და სამართლიანი სასამართლო. მეტი არაფერი არ გვეშველება. მოგესალმებით პატივცემულო მსმენელებო და მაყურებლებო. დიდი მადლობელი ვარ თქვენი. მე მარტო იმიტომ ვარ წარმოდგენილი, რომ ჩემი თანაწამყვანი საორგანიზაციო საკითხებთან არის დაკავშირებული უფრო მჭიდროდ და უფრო ჩემზე გადმოვიდა ეს წამყვანობის ტვირთი, მაგრამ ეს არ გვიშლის ჩვენ ხელს. ჩვენი მთავარი მიზანია არ შევწყვიტოთ თქვენთან ურთიერთობა და ყოველი კვირის დასასრულს შაბათს შეგხვდეთ ახალი ეპიზოდით და მოგაწოდოთ ახალი საინტერესო თემები და საკითხები, რომლითაც ჩვენც ვართ დაინტერესებული და იმედია თქვენს ინტერესაც გამოიწვევს. თქვენი აქტიურობის იმედი კვლავ გვაქვს და ჩვენი წინსვლა დამოკიდებულია იმაზე, თქვენ რამდენად აქტიური იქნებით, რამდენად მეტ კომენტარს დაგვიწერთ, მეტ გამოხმაურებას მისცემთ ჩვენს ეპიზოდებს, იმისათვის რომ უფრო მეტმა და მეტმა ადამიანმა ნახოს და მოისმინოს ის საინტერესო საკითხები, რაზედაც ვფიქრობთ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ. დღევანდელი ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ ცნობილი ადამიანი, რომელსაც წარდგენა ნამდვილად არ ჭირდება, აი ესე ალბათ ქუჩაშიც მარტივად ცნობენ და არ უნდა მას ზედმეტი რეგალიებით წარმოდგენა, მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ ეს გახლავთ ჯონ დი ბაღათურია, პოლიტიკოსი. აი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოიტყვიან თავით გადაშვებული პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში და წისქვილის ხარ ვარ დატრიალებულა, ესე იგი დანარჩენი აღაფერი დაკლებიათ ბატონო ჯონდი, მე როგორც ვიცი, მეც ჟურნალისტი ვიყავი მაშინ და ყველაფერი ვიცოდით ჩვენ პოლიტიკოსებისა, სად რა ბრძოლა და სად რა ომი გადაიტანეთ, რა ქარტეხილებს გაუძელით და მოვედით დღევანდელ დღემდე.
ეხლა თქვენთან პოლიტიკაზე საუბარ საჯობია, ძალიან საინტერესო იქნებოდა ყოველთვის მიყვარს პირველ პირებთან, აი ესეთ ადამიანებთან საუბარი, ვინც აი იხარშება ამ საქმეში და მათი პოზიციების პირადად მოსმენა. იმიტომ რომ ამ პოდკასტებში ყოველთვის დროც შეზღუდულია, ხანდახან ვერ ასწრებ, რომ ბოლომდე რაღაცა თქვა და აი რომ მიადგები კარგ სათქმელს, აი იქ უნდა გაგაწყვეტინონ, იმიტომ რომ მეტი დრო აღარ არის და ასე შემდეგ. და ამიტომ კარგია ხოლმე რომ შეხვდე ადამიანს და დაელაპარაკო და გაიგო რა ხდება აი ამ ქვაბში, სადაც ყველანი ერთად ვიხარშებით. მაგრამ მოდი ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იყოს ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში, რომელთან შეხება გვაქვს ყველას აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს და ეს ჩვენი ცხოვრების ხარისხს განაპირობებს. კარგია ეს ბაზა, კარგად მოქმედებს, ანუ შეიძლება კანონი იყოს კარგი, მაგრამ მისი ამოქმედების მექანიზმი იყოს ცოტა ხარვეზიანი, სასამართლო, აი იგივე კანონს შემოქმედება. თქვენ ბრძანდებოდით პარლამენტარი და თქვენზე უკეთ არავინ არ იცის კანონ შემოქმედება, ალბათ სხვებმაც იციან, მაგრამ დღეს ჩემს სტუმართაგან ერთ-ერთი გამორჩეული ბრძანდებით, ვინც შეუძლია მოგვიყვეს როგორ ხდება აი კანონის შემოვიდა პროექტი, იმერე როგორ მუშავდება და ასე შემდეგ. ეს პროცედურა არის თუ არა შენარჩუნებული დღეს ის იგივე პროცედურები, ანუ რეგლამენტს გულისხმობ პარლამენტის, რაც იყო თქვენ დროს, როცა იყავით პარლამენტარი, ძირითადად ახლა არსებითაც ის არ შეიცვლებოდა ცვლილებებს განიცდის, მაგრამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით პროცედურები ალბათ იგივეა, ერთი მოსმენა, ორი მოსმენა, სამი მოსმენა, მაგრამ მე მაინტერესებს, მოდი დავიწყოთ იქიდან. მაგალითად, მე ვარ მოქალაქე, აქტივისტი ვარ თუ ერთი რიგითი მოქალაქე ვარ და გარკვეულ კანონში ვფიქრობ, რომ ცვლილებაა შესატანი. როგორ ვიქცევით? მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. დღეს ის რაც ხედა ყველას დიდ პრობლემას, ეს არის პოლიტიკური კლასის მთელი ყურადღების გადატანა მხოლოდ პოლიტიკურ ინტრიგაზე. მე მესმის პოლიტიკოსი ვარ მეც და მესმის რომ პოლიტიკაში ყოველთვის ამას თავს ვერ არიდებ თავ პოლიტიკურ შეტევას, პოლიტიკურ თავდასვას მე შეიძლება შეტევა მოაქვს, მაგრამ ნაბანწყავს ბავშვი არ უნდა გადააყოლონ, მთავარი საქმიანობა ეს არის კანონშემოქმედებითი საქმიანობა პარლამენტის წევრისთვის. და პოლიტიკოსი ვალდებულია პარლამენტის წევრები ხელფას, საკმაოდ მაღალ ხელფას ამაში იღებენ, რომ საკანონმდებლო ბაზა შექმნან ისეთი, რომ სახელმწიფო სტაბილური, სახელმწიფო ამ ბაზის აი საკანონმდებლო ბაზა ხელს უწყობს სახელმწიფოს განვითარებას და ნომერ პირველი საზრუნო ეს უნდა იყოს ხალხის და სახელმწიფოს ინტერესები. ეს თქმა უნდა. დღევანდელი ჩვენი საკანონმდებლო ბაზა, აი ბოლო პერიოდი მე მოურდებლად ვიტყვი, რომ ძალიან დაეცა პოლიტიკური კლასი. ჩვენ აი ეგეთი ლექსიკა, აი მე მახსოვს იმეილში რო პარლამენტი იყო, ხო? იქ ეროვნული მოძრაობის ლიდერები იყვნენ, კი იყო იქაც ჩხუბი და ბაგაბუკი, მაგრამ მაინც პოლიტიკური კლასი სხვა იყო. მე პოლიტიკური კლასი რაღაც ცოტა უფრო უკეთესი იყო, რაღაც უფრო ესმოდა კანონშემოქმედებითი საქმიანობის. აი ყოველთვის იყო პრობლემა საპარლამენტო რეგლამენტის ცოდნის და პარლამენტის წევრები სულ ამაზე ვლაპარაკობთ, რომ არ კითხულობდნენ კანონებს. მაგრამ დღეს 90%-ზე მეტი ალბათ არ კითხულობს კანონს. ისეთი კანონები არის მიღებული განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში, რომელსაც აი მე მოურდებლად ვიტყვი, რომ ამ ტერი მიიღებს. ამ ტერი უნდა იყო მიზამემართულად, იმიტომ რომ ყველა ბოდიში და ყველა ხო უცოდინა რა არის, რომელიც არ კითხულობს. ვიღაცამ ხო ეს დაწერა და მე კანონს აქვს ჩვენ თეთრ ლაქას ვეზახით და ხვრელებს ვეზახით, ხო? როცა კანონი შეიძლება მაგალითად ორნაირად, სხვადასხვანაირად წაიკითხო. შემოუარო. ხო, გვერდი შემოუარო, მაგრამ როცა ხედავ რომ კანონი ხალხის საწინააღმდეგოდ მუშაობს, აი მაგალითად შემიძლია მოვიყვანო. როცა ხედავ რომ საპენსიო ფონდი შეიქმნა, ასეთ რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, ჩვენ ხამას ეს ნორმალური იყო, სადაც შედის ანარიცხები და ნებისმიერი მეწარმე, წვრილი თუ მსხვილი ვალდებული არის ნებისმიერი თვის 15 რისხში შეიტანოს ყოველ დასაქმებულზე
ასე იგი ორმაგი ვიდრე ის თავად იხდის. არა შეიტანოს გარკვეული თანხა, 2%-ია ხელფასიდან. მე როგორც ვიცით როგორ არის, აი მაგათად მე თუ განვაცხადე, რომ საპენსიო ფონდში მინდა შენატანები დასაქმებულმა პირმა, ვთქვათ, მე ვიხდი 2 ლარს, ის ვალდებულია გადაიხადოს 4 ლარი და ეს გაუხდა? არა, ასე აღარ არის. ნებაყოფლობითი აღარ არის სავალდებულო და დამსაქმებელი ვალდებული არის, რომ ყველა დასაქმებულზე შეიტანოს მის ხელფასის 2%. გადაიხადოს საპენსიო ფონდში. ნორმალურია. ესა დაგროვებითი პენსია ეგრეთ წოდებული, ხო, რომელსაც უნდა მოაწოს იყოს შემდგომში საპენსიო სისტემა. ესე ვთქვათ რა, ამას ბევრი რამ აკლია კიდე, მაგრამ ახლა ამაზე არ ვლაპარაკობთ. შესაბამისად, ყველა დამსაქმებელი 15 რისხი, ყოველთვის 15 რისხში, ღამის 12 საათამდე, ანუ 11 საათსა და 59 წუთამდე ვალდებულია შეავსოს დეკლარაცია და შეიტანოს შესაბამისი თანხა თავისი დასაქმებულების, ასე იგი, ხო, საპენსიო ფონდში, ხო, რაოდენობის და ხელფასის მიხედვით. ეს ნორმალურია, პრობლემა არ არის. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თუ კი დამსაქმებელმა დეკლარანტმა მოკლედ არასრულად შეავსო დეკლარაცია. ან თუ ერთი წამი დააგვიანა და 59 წუთს კი არა ვთქვათ, აი 12 საათზე შეავსო დეკლარაცია, ან თუ კი შეეშალა და მაგალითად შესატანი ქონდა 4 ლარი და შეიტანა 3 ლარი და 90 ან 95 თეთრი. ჩვეულებრივი ტექნიკურ შეცდომაზე, ანუ 5 თეთრის გამო კანონი ისე არის დაწერილი, რომ 5 თეთრის გამო შეიძლება ადამიანი დაჯარიმდეს 12, 13, 14000 ლარით. და ადამიანის კომპანია დამსაქმებელი, მაგრამ ძირითადად ეხლა მის პრაქტიკამ რა გვაჩვენა. ეს ერთ წელს შევიდა ესრულება 25 წინა წელს. ძირითადად ვინ დაჯარიმდა არიან უმეტეს შემთხვევაში ინდმეწარმეები, რომელსაც ბუღალტერი არ ყავს. თუმცა ბუღალტრებსაც ძალიან დიდ ბუღალტრების ფორუმზე დიდი ჯანყი ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ისეთი კომპანიები ჯარიმდებიან, რომელსაც ძალიან კარგი და კვალიფიციური ბუღალტრები ყავს და კანონის ვერანი კრიტიკას ვერ უსწრებს, მაგრამ ძირითადად დაჯარიმდა ინდმეწარმე, რომელსაც ერთი კაცი ხავს დასაქმებული, აი მაგალითები შემიძლია თავისთავი, რეალურად. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ზოგჯერ თავისთავი, ზოგჯერ ვიღაც კიდე ერთი. ერთი ინდმეწარმე მაგალითად, რომელსაც 5 კვადრატული მაღაზია რა არის და მე ჩავეძიე და ვკითხე და ლურს ნებს ყიდიო და რაღაც 1000 წვრილმას, ანუ იქ დასაჯდომიც არ აქვს, ხო? და 4 ლარი და 80 თეთრი ქონდა გადასახდელი. გადარისხა, ოღონდ სხვა ანგარიშზე გადარისხა, შეცდომა დაუშვა. და მთელი პრობლემა რაში მდგომარეობს, შეტყობინება არ მისდის, დეკლარაცია პროგრამულად არ იხურება და მთელი წლის განმავლობაში ყოველ ღვთისგან ნაბოზებ დღეს ერიცხება საურავი. ანუ პირველი მოდი ჯერ რამდენად ლოგიკურია, ერთი თეთრის გამო 500 ლარიანი ჯარიმა ეს რაღაცა არ არის ხო შუა საუკუნეების ინკვიზიციის დროიდან ჩვენ გახსოვს იმას ვჩიოდით მაშინ თელასი იყო და ერთ თეთრს რო არ გადაიხდიდი ერთ თეთრს რო დაგაკლებოდა გაერთიანებული სამი თიშავდნენ და ეხლა ეს უარესი შემთხვევაა ანუ დენს ჩართვევინებ მაინც პირდაპირ გაგებით არა უტრირებით თან ასეთი უკვე 1000-მდე შემთხვევაა როცა ადამიანს ერთი თეთრი ან 4 თეთრი დააკლდა გადარიცხვაზე შეეშალა ადამიანს ან დეკლარაცია არასწორად შეავს უბრალოდ აი სხვა ანგარიშზე გადარიცხვა ხანდახან ის პორტალი გადატვირთულია და გვიან აისახება ხოლმე ეს ხდება და ბუღალტერმა სხვადასხვა გამოთქვეს მეჩვი რომ ხوار არის შეკრული ბანკებთან რომ გვიან აისახოს და ავტომატურად იმ წუთშივე პროგრამა აჯარიმეს 500 ლარით განმეორებულ შემთხვევაში 1000 ლარი და ყოველდღიურ თან არ მოსდის შეტყობინება რომ დეკლარაცია დახურულა მთელი წლის განმავლობაში ერიცხება საურავი. იცი რატო არ მოსდის შეტყობინება? იმიტომ რომ RSG-ზე რო ხარ რეგისტრირებული, შენი პაროლი გაქვს და შენ ვალდებული ხარ იქ მოდის შეტყობინებები. უბრალოდ უნდა სულ იქ იჯდე და აკონტროლო. არა, იცი რა არის? უბრალოდ ვალდებულება არსებობს, რომ პროგრამა იყოს ისე შედგენილი, რომ ადამიანს თუ დეკლარაცია არ დაიხურა, მოსდიოდეს შეტყობინება, რომ დეკლარაცია არ არის დახურული, ხო? ჯარიმის შესახებ მაინც მოუვიდეს. ჯარიმაზე ხო პარკინგის ჯარიმაზე ხო მოგდის შეტყობინებები, ხო? და მე თუ კი ბატონო, ხო, მაგრამ ასეთი
რაღაცა სისასტიკე. კაი არ მოვიდა შე, მაგრამ ყოველ დღე, აი ყოველ დილით გაიღვიძა საურავი, მთელი წლის განმავლობაში ეს ქროვდება და წლის ბოლოს უკვე აღმასრულებელი შეძა აყადაღებს და ეხლა წარმოიდგინე 5 კვადრატული რო ქონა მაღაზია, ის კაცი დააჯარიმეს 12000 ლარით. ყველაფერი რო გავყიდო აბლურსნებიან და 5 კვადრატული მაღაზია. ხო და მე ეს საბიუჯეტო დავალენება უბედურება რაშია, მთელი ცხოვრება გაყვება. ანუ ხო არის კანონში რომ თქვა 10 წელი რო გავა ხანდაზმულია უკვე აღსრულება ვერ მოხდა და ის ჩამოიწერა. ამის ჩამოწერა რო არ ხდება? რეალურად რა ხდება ნახელზა? რეალურად ხდება წვრილი მეწარმეების, ანუ საშუალო ფენის განადგურება. მე ძალიან დიდი ეს შეგნებული ნაბიჯია. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს შეიძლება პარლამენტის წევრებმა, ჩემი ბევრი მეგობარი, ბევრი ღირსეული ადამიანია და ბევრი კვალიფიციური ადამიანიც არის, მაგრამ უმეტესობა არაკვალიფიციური. სხვათა შორის ვთქვათ, რომ შეიძლება ძალიან კარგად ფიზიკა, მათემატიკა, კიდე რაღაცა სპორტი ესმის, ან მუსიკა და სიმღერა, მაგრამ კანონ შემოქმედების საქმიანობა, ასე იგი, ბევრმა არ იცის და საყვედურად უნდა ვთქვა, რომ ბევრი არ კითხულობს კანონს, თორე შეუძლებელი ასეთ რაღაცას ადამიანმა მხარი დაუჭირს, მაგრამ ის ვინც ამ კანონს წერდა, მაქვს გონერული ეჭვი, რომ მიზანმიმართულად აკეთებდა ამას, იმიტომ რომ არ ვიცი ახლა ეს სახელმწიფოს მიმართ იყო მტრულად განწყობილი საკუთარი ხელისუფლების მიმართ იმ გამთხრელი, იმიტომ რომ 1 წლის წინ არის მიღებული და ამ 1 წლის განმავლობაში მთელი კასკადი არის ესეთი უკანონო კანონების, რომელიც მიმართული არის ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეხლა რო ბოდიში გაგაწყვეტინეთ და რომ ეხლა ხალხმა რო ადგეს და იჩივლოს. ახლა სასამართლოებია გადატვირთული და როდის შეიძლება განიხილოს ეს ყველაფერი? ეხლა მე ღიად აგიხსნით ტექნოლოგიას, ახლა რომ ისიჩილოს დიდი არაფერი არ მოხდება, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ ასეთ ტექნოლოგიას. ამაზე ვლაპარაკობთ გაუთავებლად. თქვენ გაუთავებლად ძირს მე პირადად. ჩემი კოლეგები მაგალითად კახა კახიშვილი, დათო ოსეფაშვილი. ჩვენ გვაქვს ეთერებში ადგილი და ამ ეთერებს უყურებენ, ეს ეთერები პოპულარულია და მე ჩვენი სოციალური ქსელები საკმაოდ ისეთი პოპულარული და ნახვები არის დიდი. ამიტომ ჩვენ მიზანმიმართულად სამ სიტყვის საუკეთესო გაგებით ძირს უთხრით იმ დანაშაულებრივ უკანონო კანონმდებლობას, რომელიც არის შექმნილი და შემდგომში ხელისუფლება მადლობა ღმერთს უნდა მათი ღირსების აღნიშნა უნდა იყოს რეაგირებს ამაზე და ამაზე იყო არაერთი მაგალითად მიგრაციის კანონი, შრომითი მიგრაციის კანონთან დაკავშირებით იყო აი ჯარიმებთან არა საპენსიო ფონდის არამედ პარკინგის და საავტომობილო ჯარიმებზე და ასე შემდეგ. საავტომობილო ჯარიმებზე იყო უნიკალური რაღაც გავაკეთეთ, მივაბით პროპორციულად მივაბით პარლამენტის წევრის ხელფასს. კი, შემოსავლას და გამოვიდა პარლამენტის წევრი, მაგალითად ბასლაინზე გადასვლის გამო 200 ლარიანი ჯარიმა, პენსიონერისთვის 50% და მაგათ 8000 ლარი გამოვიდათ. ჯარიმა და ისი რა არის პარლამენტის წევრი ამას რომ დახედა, გაიაზრა რას მიაჭირა, ხელს დაუჭირა მხარი. რომ პრინციპში ახლა იქ კომენტარები იყო ასეთ, თან ხო ეს თვითონაც ხო კითხულობენ, ჯერთვის სპეციალურ სამსახურები კითხულობენ და სწორად ანალიზს აკეთებენ, ხო? კი ბატონო, ხო და კომენტარები იყო დამხრიტეთ, მაგრამ ადამიანებს ეს ანუ რო დადეთ, ანუ სად კანონ პროექტის სახელი ეცით ამას გადაცემებში, კი რა თქმა უნდა. ჩვენ წერთ კანონებს და შეგვაქვს იმის ამ ჯარიმებზეც ეს გააკეთეთ? ჯარიმებზეც ეგავაკეთეთ, ყველგან ეგავაკეთეთ, მიგრაციაზეც ეგავაკეთეთ, შრომით კანონმდებლობაზე ეგავაკეთეთ. აი თუ ატყობთ რომ საკურიერო ბიზნესში პაკისტანელები და ჩვენ არავის არ ვებზით, უბრალოდ ჩვენ პრობლემას ვხედავთ იმაში, რომ უცხოელები, ძირითადად პაკისტანის, ინდოეთის და სხვადასხვა ქვეყნის შუა აზიის მიგრანტები, ხო, იკავებდნენ ჩვენი ახალგაზრდების ადგილს. იმიტომ რომ ახალგაზრდა სტუდენტია თან პარალელურად, ასე იგი, მუშაობს, აქ კაი გვარიანი შემოსავლების კი დიდი შრომა, მაგრამ რაღაც შემოსავლები ჰქონდათ. შემოდიოდნენ უცხოელები დემპინგური ხელფასები, დემპინგი ნიშნავს რომ დაბალი, ესე იგი, ის რო 100 ლარს მუშაობს, ეს 50 ლარზე თანახმა იყო. ეხლა ის საკურიერო ბიზნესში, ეხლა თუ იცით ინდოეთის და პაკისტანის ცხოვრება, ხო, იქ ადამიანები დღემდე ბოდიშს უკუტურით გადაყავთ. ან მაგალითად ცხენის მასლად ადამიანი შეშებული დარბის. ხო, ეს ეროვნული ამ სპორტში ჩვენ ქართველები მაგათ ვერ აჯობებენ. და ასე დაბალ ფასებზე მუშაობაში. ამიტომ რეალურად გადევნეს ქართველი
ახალგაზრდობა, ახალგაზრდებს მიგრაცია მოიმატა, მოუწიათ იზოლები გახდნენ, წასულიყენ ევროპაში, ხო? ამიტომ ჩვენ ეს ეხლა როგორია სტატისტიკა, რა ცვლილებები შევიდა, აპრილიდან შევიდა. პრაქტიკულად ამ ესე იგი ჩვენ ასეთ საკანონმდებლო დაბალკვალიფიციურ სამუშაოებზე გარდა მშენებლობის და მშენებლობაზე ვერ შევთანხმდით პარლამენტთან, ამ საკითხებზე ვით მუშაობთ და შევთანხმდით და მშენებლობას ვერ შევთანხმდით, იმიტომ რომ მათაც არგუმენტები ჰქონდათ, რომ ჩვენ გვაკლია კვალიფიციური მუშახელი, მაგალითად კაი შემდგომებელი და მაგრამ აქაც ისე გავაკეთეთ, რომ ჯანდაცვის და სოციალურობის სამინისტრო აკეთებს რანგირებას, რომელ პროფესიებზე გვაქვს დეფიციტი და იმათ აძლევს უფლებას, რომ იმუშაონ და დანარჩენზე. აი ახლა ესე და ტექნიკურად ბოდიში როგორ მუშაობთ? აი შეიტანეთ, დასყედით, დაწერეთ კანონპროექტი. კი ბატონო, პარლამენტის რეგლამენტი უნდა იცოდეს, ესე იგი. აი მოსახლეობისთვის განმარტოთ. კი, პარლამენტის რეგლამენტი ისრობს საკანონმდებლო ინიციატივის ორ სახეს. ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც თუ პარლამენტის წევრი ხარ, ერთი პარლამენტის წევრი საკმარისია. თუ საკონსტიტუციო ცვლილებები გინდა, მაშინ ერთმა მესამედმა უნდა მოგიწევს ხელი ინიცირებისთვის, რომ ინიცირება მოხდეს და თუ პარლამენტის წევრი არ ხარ, ან 20,000 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს, საკანონმდებლო ინიციატივა უნდა შეიტანო, ან შეგიძლია პარლამენტის რეგლამენტის მეასე მუხლი გამოიყენო და შეიტანო ჩვეულებრივ შენ მხოლოდ შენი ინიციატივით. განსხვავება რეალურად არანაირი არ არის. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეიტანოს მოქალაქეთა ჯგუფს, საინიციატივო ჯგუფს. თუ გამოიყენებს პარლამენტის რეგლამენტის მეასე მუხლს, განსხვავება ისე რომ ერთი მხარდამჭერი მაინც უნდა აღმოგაჩნდეს პარლამენტში, რომელიც მე ამას გაიგებს და თვითონ იქნება როგორც პარლამენტის წევრი. თუ ერთი მხარდამჭერი მაინც პროექტს არ აქვს, აზრი არ აქვს იმ 20,000 ხელმოწერის შეღრმავებას. ხო პოლიტიკოსი ხო რაციონალური უნდა იყოს და პრაქტიკული უნდა იყოს. ხო ერთი მხარდამჭერის თუ არ გყავს პარლამენტში აზრი არ აქვს, ხო? ამიტომ ჩვენ არ წვალობდით და არ ვაწვალებდით ხალხს. გამოსtildeდა მთელს ძალი ვერაფერს გამოაპარებს რაღაცა. ეგრეა, ხო, ეგრეა, ხო და იყვნენ სხვადასხვა შეიძლება რომ შევიტანეთ, იყვნენ ადამიანები რაღაც შექონდა და იწვალეს 20,000 მოაგროვეს და არ დაურეგისტრირეს და მე წუწულებდნენ ის რატო დაარეგისტრიროთ და უბრალოდ რეგლამენტი უნდა იცოდე და გამოიყენო. ეხლა თქვენ დიდი საიდუმლოება გამჟღავნეთ თუ პირიქით გინდათ რომ ხალხმა გაიგოს. როცა ესე იგი სინალუს გამოთქვამდნენ და რატომღაც აპროტესტებდნენ იმას რომ ჯონდის პროექტი რატო დაარეგისტრირე ის კი არ ჩემი რატო არ დაარეგისტრიროთო. მე მაშინ რომ განუმარტებ მათ რომ ესე იგი რეგლამენტის მეასე მუხლი უნდა გამოიყენო და ერთი ხელმოწერა საკმარისი აღარ დაგჭირდება მე 20,000. სულ რამდენი ესეთი კარგი ინიციატივა გააკეთეთ? უკვე რომ ბევრი ეხლა გვაქვს 15-მდე. 15-მდე, ხო. ეხლა ჩვენ ავიღეთ აქცენტი ისი რა არის? ეს არის არა, ჯერ ის ვითხარი უკვე რაც გაკეთდა. ანუ ეს ერთი საპენსიო საპენსიოზე რაკენით? საპენსიოზეც იგივე გავაკეთეთ, საპენსიოზეც ასე იგი მოაზრდის ინიციატივა ჯერ არ შეგვიტანა, თუმცა სანამ შევიტანეთ, უკვე საპენსიო ფონდმა გამოაქვეყნა თავის საიტზე. ანუ აი ამ ლაპარაკმაც შედეგი გამოიღო. კი, მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენ კვალიფიციურად მიზანმიმართულად ძილს უთხრით ამ პროექტის ავტორებს. და ეხლა რო ვიყოთ ასე იგი ცუდია ადამიანები და ცუდი პოლიტიკოსები, მაშინ ვიტყოდით რომ რაც უფრო დიდ ხანს არ დაეთანხმებიან, მით უფრო ხო კარგია ჩვენთვის და უარესი იმათთვის, ხო, მაგრამ რაც უფრო ადრე რეაგირებენ, საქმისთვის არის უკეთესი, ხო და მათთვის. ხო და ეს მარტო ღირსების მაჩვენებელია და ამაზე ხელისუფლება რეაგირებს, მე ყოველთვის ამას შესაბამის ღირსების ვხვდები და ამაბრეს მათი დამსახურება პირველ რიგში და უკან დახევა კი არ არის. ეს არის ვაჟკაცობა, როცა შეგიძლია დაინახო შეცდომა და ამ შეცდომის გასწორებას იმუშაო. გამოაქვეყნა საპენსიო ფონდმა, რომ და თვითონვე მოუწოდა ის, რასაც მე მოუწოდებდი, შეიტანეს საჩივრები, მე ვამბობ დაბომბეთ საჩივრები. საპენსიო ფონდში შეიტანეს საჩივრები და სასამართლოში გაასაჩივროთ, უპერსპექტივო საჩივრები იყო, მაგრამ მაინც რომ ხმაური ყოფილა მონანიებაში რო არის, ხო იცი რომ ბევრი ბერს რო ასახელეს კახი კავსაზე და დედამისამ გაიგოსო, ხო ხმაურის ატეხვა ცდილობდი და მოკლედ გამოაქვეყნეს რომ შემოიტანეს საჩივრები და განვიხილეთ და შევისწავლით მექანიზმს დაჯერიმების და მე კი პრინციპში ესეც არ გავატარე და დავწერე რომ ახლა საპენსიო ფონდის თავმჯდომარეს გიორგი ჭიშნაძე ახალგაზრდა კაცი და მე მინდა რომ ყველა ახალგაზრდა კაცი იყოს წარმატებული, მაგრამ 14,500 ლარი გაქვს ხელფასი. აჯარიმებს იმ კაცის შემოსავალი აი ლურსრებს რო ყიდა არის თვეში არის მეწარმე კი ქვია, მაგრამ რეალურად პენსიონერი 1000-დან 1500 ლარამდე
რაღაცა აი საიდანაც უნდა დაიბეგროს კიდე. ძველმანებს რო ყიდის ხო ის ხობის გადანაჭერი რო უგდია სახში და თუ ხო აი ასეთ რაღაცებს რო ყიდიან ხო ამ კაცის 12500 ლარი დაჯარიმება არის დანაშაული და ასეთი არის მე სუსციფს ვერ ვასახელებ მაგრამ ნუ ასობით ადამიანმა მე მომწერა და ვარაუდობ რომ 1000-მდე იქნება ესე იგი უკვე ამოღებული არის ამ სახის შარშანს მე 6 მილიონი ლარი ანუ 6 მილიონი ლარი რეალურად სოციალურად 1000 ლარი რო აქვს შემოსავალი, ის სოციალურად დაუცველია ჩემს. დღევანდელ ფასებს გადახედეთ და 1500 ლარი, ხო? და რა ქნეს ადამიანი რომელიც თვით დასაქმებულია და რაღაცას სიღატაკის პროგრამაში არ წეს განცხადებას, ის გააკოტრეს და გადაამისამართეს რომ აუცილებლად დაწეროს სიღატაკის პროგრამაში განცხადება. ხო, ანუ ორმაგი დარტყმა მიაყენეს და მე დავწერე რომ ხა 14500 ლარი გაქვს. ხელფასი ახლოს სწავლობ დაჯარიმების მექანიზმს და ეს დაჯარიმების მექანიზმზე თვითონაც ნამუშევარი აქვს. და აქამდე ახლა უნდა ეს ის ბრალია, მოკლედ თავიდან რაც თქვით რომ პარლამენტარი ზის და კანონს უნდა უყაროს კენჭი, პირველ მოსმენა, მეორე მოსმენა ზის მდუმარებაში და იცის მარტო აი დააჭირე მოგვეცი ხმა და ამის ბრალია. ამის ბრალია, მაგრამ აიკითხონ, აქამდე ხო არ მივალთ ჯონ. ცირა ოპოზიცია რო არ ყავთ, იმის ბრალია. აი შუად რო გაკრიფეს, შუას გაკრიფება 2012 წელს ჩემთვის გასაგები იყო. მაგრამ იმის მერე, იცი რა არის, აი არის პოლიტიკოსი. არის პოლიტიკანების, ხო? ახლა სამწუხაროდ ისინი უმეტესობა და არის კიდე სახელმწიფო მოღვაწე, ხო? პოლიტიკოსი სახელმწიფო მოღვაწისგან იმის განსხვავდება, რომ პოლიტიკოსი თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებს უმეტეს შემთხვევაში წინა პლანზე აყენებს, მაგრამ სახელმწიფო მოღვაწეებ როცა ხარ და თუ სახელმწიფოებრივად აზროვნებ, ოპოზიციის არარსებობა არ შეიძლება. შეიძლება რა. მესმის რომ წარმატებით გამოგდის და უკვე გაკოტრებული არის, აბსოლუტურად გაკოტრებული ეს ეგრეთ წოდებული რაც ქვია, ხო? მე ამას ბრბოს ვეძახი, ხო? ქუჩაში მოწანწალე ბრბოს, არა, ქუჩაში და სამწუხაროდ აქამდე მივიდნენ. კი ბატონო, ხო. იქაც ნუ კლასი როგორ დაეცა პოლიტიკური კლასი, ჯერ ალექსიკაა, ხო? ჯერ ალექსიკა მოპატიეთ, მაგრამ სუფში ჩაუბურთხე, მას რა ქვია, ხელისუფლებს, ახლა ეგ რა ოპონირება ახლა სუფში ჩაბურთხებაზე რომ მოუწოდებ, თუ რესტორანში ხო გახსოვთ ეგ ხო? ხო და მაგრამ მედალს ხო ორი მხარე აქვს, თვითონ ხო მიიყვანეს აქამდე, არა? რა მიიყვანა აქამდე? ეს არის დახურული საინფორმაციო ველი. აბსოლუტურად დახურული. სააკაშვილის დროს ასე ტოტალურად ვერ კონტროლი, ვერ შევარდნაძის დროს ვერ კონტროლი, შევარდნაძის დროს მუშაობდი მედიაში და ასეთი ტოტალური კონტროლი არ იყო. სააკაშვილმა მაგრად აიღო ხელში, მაგრამ მაინც ხო აი კავკასიაზე რაღაცას გააპარებდი მაშინ. მაესტროში რაღაცას გააპარებდი, ნუ თავის დროზე იმედში გააპარებდი, მე იმედის დახურეს, მაგრამ ეხლა ორ ნაწილად გაიყო. ერთი არის რაღაცა ხელისუფლების დამხობაზე ორიენტირებული, მაგრამ სრულ აი ინფორმაციული კაფსულა. მარტო ერთ რაღაცაზე ლაპარაკობ. მე როგორმე ესე იგი თეთრი გააშავო, ყველაფერზე თქვა რომ შავი. ხო, აქედან ყველაფერი თეთრია და შუალედური. აი ახლა რაღაც ჩვენ ლაპარაკობთ. ამაზე ან ხალხი და სახელმწიფო ყველას დაავიწყდა. მთავარი ერთმანეთს ძირი გამოუთხარონ და მეტი არაფერი. ეხლა კიდე 15-ის გვაქვს და დამზადებული კანონპროექტი ხო? კი, რამდენიმე მაგალითად ესე იგი, ეხლა ჩვენ ძირითადად აქცენტი ავიღეთ სოციალურ თემატიკაზე რა. როგორც ზოგ სოციალურ თემატიკა პენსია და ის ქონია მარტო რომ სოციალური დახმარებები გაეცეს. ეხლა ჩვენ ვცდილობთ რომ განადგურების პირას მყოფი წვრილი მეწარმე ან საშუალო ფერას ხერხემალი უნდა იყოს. ჯერთი ერის ხერხემალი ეს რაოდენობრივად ყველაზე მეტიას უნდა იყოს. ხატაკი არ უნდა ყავდეს, ღარიბი შეიძლება რაღაცა პროცენტი იყოს და უნდა ვცდილობთ რომ ეს არ იყოს და ძალიან მდიდარი მაქსიმალურად ცოტა უნდა იყოს. ძალიან მდიდარის და ძალიან ღარიბის ინტერესები. აი ჯინის ინდექსი ძალიან ხო, ეს ხშირად არ მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში, კოლიზიაში მოდის. აი მაგალითად, ხო ნახეთ პრემიერ-მინისტრი დაამარცხეს კარტელებმა ფასებთან დაკავშირებით, აშკარა კაპიტულაცია გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა, იმიტომ რომ დაიწყო კარგად, აბსოლუტურად სწორად, აბსოლუტურად სახელმწიფოებრივად, კვალიფიციურად წარმოადგინა ფაქტები. სამითო კომისია მუშაობა და პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ყველაფერი წესრიგში და კი რაღა მე დამბრალდა. კიდე კაი 21 საუკუნე ჩანაწერა მე ამაზე ვლაპარაკობდი რა თქმა უნდა, მაგრამ კიდე პრემიერ-მინისტრმა ჩემზე უკეთესად ახსნა. ეს ჩემზე უფრო კვალიფიცირად დადო ფაქტები, მის ინიციატივით შეექმნა ეს კომისია, ოღონდ მე ამ კომისიამ დაასკვნა რომ ყველაფერი წესრიგშია და ფასები ამ კომისიის მუშაობისას კიდევ უფრო გაიზარდა. კალათებზე ლაპარაკი და აი დავალდებულ ეს კომისია. არა, აი ეს არის სამარცხვინო საქსი. ეს არის სამარცხვინო. მიზეზი
მაღალი ფასების არის კარტელები. კარტელი არის დიდრების შეთანხმება ფასებზე და ხარისხზე. ანუ ისინი არ ებრძვიან ფასებით ერთმანეთს, დიდარი კომპანიები. შეთანხმებულები არიან. კი, ხო, და ესე და ხარისხით, ანუ თუ პური თქვენს ქუჩაზე იყიდება არის ერთი საწყობი, იქ პური ღირს ზვირი არის წონაში დაბალი და მსუბუქი, ასე არა აკლია, ხო, სტანდარტს აკლია და ხარისხზე არ ზღვრავს. იმიტომ მარტო ერთ-ერთ თქვენს სხვა გზა არ გაქვთ, იქ უნდა იყიდოთ ის პური. მაგრამ თუ თქვენს ქუჩაზე გაიხსნა მეორე, მესამე, მეოთხე საწყობი, მაშინ ამ საწყობებს უწევთ ერთმანეთთან კონკურენცია ფასებით. ხარისხით და წონის, ხო? ან კარტელური შეთანხმება უნდა დავდო, მოდი არ დავწიოთ ფასები. აი რაც ჩვენ ხელის გულზე ჩანს სააფთიაქო ბიზნესში. მაგალითად, კაპტოპრილი არის ესეთი, ასე იგი, წევის მარეგულირებელი საშუალება, ყველაზე მოწყვლადი ფენა ხმარობს ამას, ხო? პენსიონერები და ნუ შეიძლება პენსიონერს, სამესო ასაკი არ ქოს 40 წლის ხალხი უკვე თითქოს. არ ბევრი, კი ბატონო, ხო. და კაპტოპრილი საქართველოში დამზადებული, მე საქართველოს შესაძლებელი გავაკეთე. საქართველოში დამზადებული კაპტოპრილი 1257% უფრო ზვიდა, ვიდრე რუსეთში დამზადებული კაპტოპრილი და თურქეთში დამზადებული კაპტოპრილი. შემადგენლობა იგივე. და იგივე წამალი, ეგრე იგივე აქტიური ნივთიერება გავაკეთე მოსკოვში შესყიდვა, ასე იგი და ქვით არ ამოიღე, სტამბოლში შესყიდვა, ქვით არ ამოიღე, თბილისში შესყიდვა. და მოსკოვის და სტამბოლის ფასები დაახლოებით ერთნაირია. იქაც სხვა რაიონში პლუს მინუს რაღაც კაპიკებში შეიძლება განსხვავდებოს, მაგრამ თბილისში იყო 1257 ფასით ქართული GMP-ის წარმოების კაპტოპრილი უფრო ძლიერი. აი ახლა ესეთი ხარ საბადო ამ კანონ პროექტების მაგათ რა ეშველებათ? აი პროექტებს შეგვაქვს კარტელებს. კარტელებთან დაკავშირებითაც შევიტანეთ სხვადასხვა. როგორც კი პრემიერ-მინისტრმა დაიწყო ამაზე ლაპარაკი, შევიტანეთ პირველი პროექტი, შევიტანეთ სააფთიაქო ბიზნესში ფასების რეგულაციის შესახებ, რაც კარტელების აჩეხვას ნიშნავს რეალურად და პრემიერ-მინისტრს შევთავაზეთ ხელში, პრემიერ-მინისტრს რეალურად ამათა საბრძოლო საკანონმდებლო ბერკეტი რაღაცა ყანაში რომ მიდიხარ თოხის garaში ხელით ხო არ გათოხნია რა შრომის იარაღი ხო გჭირდება აი შრომის თუ ბრძოლის იარაღი უნდა იყოს მისთვის კანონი ხო აი ეს კანონი ორლესული מחვილი ხატონად რო თქვა შევთავაზეთ პრემიერ-მინისტრს პრემიერ-მინისტრს არ მისცეს უფლება რომ ამას დათანხმდებოდა რა იყოს ნუ კარტელებმა ხო რა არის ეშინია თუ როგორ არის ნუ იცი რა არის ჩვენ სამწუხაროდ გავცდით აი ესეთი ეს არის თქვია ტერმინი არსებობს точка невозврата რუსულად კარგად უფრო გასაგება წერტილი საიდანაც უკან შემოbrunდება ხო მე ვფიქრობ რომ მთავრობა ამ შემადგენლობით გაცდა უკან შემოbrunების აი ამან აჩვენა რომ მათ ესე იგი თავის კუძზე დაიბიჯეს ფეხი ეს პრემიერ-მინისტრს გულწრფელად უნდოდა ფასების ნუ ბოლო-ბოლო მისი პრესტიჟის და ღირსების საკითხი იყო ხო პოლიტიკური და პირადი ამბავი ისე რასაც ვერავინ დააბრალებს რაღაც არ აბრალებენ და გასრულია და არ არის ამას კორუმპირებული რო ყოფილიყო მაშინ მათი ამას არც დაიწყებდა მაგრამ აღმოჩნდა მე როცა მე იმიტომ ვთქვი რომ ესე იგი როცა დიდხანს ხარ მე რაღაცა მოძრაობის დროს საკუთარი ძემის კუძზე აბიჯებ ფერს რა მე აღმოჩნდა რომ აქ ამათ ფული აქვს ჩენატანი ამ პარტიების დაფინანსებაში პარტიები ასე არსებობენ ხო აბა აი მაგალითად საფთიაქო ბიზნესში სულ 4 ოპერატორი ახლა მეხუთე გაიხსნა გამოჩნდა ორი ნამდვილად ამათია ქართულ ოცნებას აფინანსებს. ორი იყო ნაციების ეხლა მეუნებიან რომ აღარ არის, მაგრამ ერთი ნამდვილად თვითონ ნაცია. თვითონ არის ნაცია. ანუ იმდენად გადაზელილი არიან ერთმანეთში. ეხლა კანონი რაში მდგომარეობდა, იცი? კანონი ავიღეთ, შევისწავლეთ. ბელგიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ნუ დიდი აღარ არის ბრიტანეთი, მაგრამ ასე ქვია. საფრანგეთის, იაპონიის, შეერთებული შტატების, რუსეთის და ინდოეთის პრეცედენტები. და ყველგან არის პირდაპირი რეგულაციები. ანუ კანონი აძლევს პრემიერ-მინისტრს ჩვენ გავაქართულეთ ეს ქართულ რეალობას მოვარგეთ. კანონით ჩვენ ვაძლევთ პრემიერ-მთავრობას უფლებას სრული ფასნამატი დაეწესებია. ანუ სრული ფასი კი არა. ანუ რამდენი შეგიძლია დაარიცხო
ეს განესაზღვრა პრემიერ-მინისტრს. და ამას შეუძლია თვეში ორჯერ შეეცვალა ეს თუ კი ვთქვათ წვამალი ძვირდებოდა, მას შეეძლო ფასნამატის ზღვარი გაეზარდა. უფრო გასაგებად რო პრინციპით უნდა დათვლილიყო ეს ფასნამატი. არა ძალიან მარტივად. თუ კი შენ მაგალითად აი GMP რადგან ვასხენეთ ხო ძალიან კარგი წარმატებული მოგწონს თუ ასეთ წარმოება არსებობს საქართველოში. მაგალითად კარტოფილის წარმოება დაუჯდა ლარი. პრემიერ-მინისტრი ადგენს რომ ამ ჩამონათვალკეთება ამ კარტოფილზე 2 ლარზე მეტად ვერ გაყიდი. ანუ 100%-ზე მეც ვერ დაარიცხავ. ანუ მთავრობის დადგენილებით რომ კი ბატონო ნორმატიული აქტი გამოიწმა. უნდა მაგას საკანონმდებლო ხო აი რატო გავაკეთეთ ნორმატიული აქტი და არა კანონით ცვლილება, იმიტომ რომ კანონმდებლო საკანონმდებლო ცვლილება ცოტა ხანგრძლივია. ნორმატიული აქტი შეიძლება ერთ დღეში ანუ უფრო ელასტიური ოპერატიული მექანიზმი მივეცი პრემიერ-მინისტრის ხელში. ნუ ვერ დაუჭირა ამას ხარი, ვერ დაუჭირა, წაუყურეს. აი ეს ერთდროულად ქონდა შეტანილი მიგრაციასთან დაკავშირებით. აი რო წაუყრობენ რა მექანიზმი გაქვთ რო კიდე აი რასაც ახლა ვაკეთებ. შეაჯიკაოთ. რასაც ახლა ვაკეთებ. ლაპარაკობ. კი, რა თქმა უნდა, ხო? ეს არის პოლიტექნოლოგია, როდესაც აყენებ ხელისუფლებას არჩევანის წინაშე. ან ის აკეთებს ამას და რაც ადრე გააკეთებს, მით უფრო დროულად შეაჩერებს ჩემის თანამოლაპარაკეს, ან ამას ბოლომდე ილაპარაკებ და არჩევნების ეს პრობლემა იქნება. ბატონო. ეს იქნება სერიოზული პრობლემა. კიდე რა გვაქვს, აბა? რას მოვიდეთ? ეხლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი რადგან სრულმეწარმეობას ჯერთი ესეც ძალიან სერიოზულია. საშუალებას აძლევს კარტელები ახალი ოპერატორები გამოჩნდეს საფთიაქო ბიზნესში. და სხვა შორის პოლიტიკაში ეგრე არ არის. ახალი ვიღაცის გამოჩენა ჭირს. კი ბატონო, ეს აი ისი რა არის, აი პოლიტიკაში შუას გააკრეფამ, გამოიწვია ეხლა ის რომ შუა ფენა იკრიფება emაში, რა ქვია, სოციალურ ბიზნესში, სოციალურად იკრიფება შუა საშუალო ფენა იკრიფება. საშუალო ფენა ნადგურდება და ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ჯერ ეს მაშინ პირდაპირ იგო მიგრაცია თუ არ დაედგონა თუ კაც 200 ლარიანი ჯარიმა დაუწესე აგე საპენსიო ფონდში ერთი კაცი რო ყავს დასაქმებული აი ეს შემთხვევა მქონდა აქ ერთ-ერთმა მოწერა 105 ლარსი 100 ლარს საშემოსავლო სიხდიდან 500 ლარს აზრება ხელში ის 500 ლარიანი დასაქმებული რო ყავს და 5 ლარს კიდე საპენსიო ფონდში რისხავს ოღონდ მთლიანად რისხავ და ბიუჯეტში ეს შეეშალა რომ 12000 ლარი დააჯერემეს ანუ გაანადგურეს მარტო მეწარმე კი არ გაანადგურეს ისის გაანადგურეს ხო ხო მან ბუღალტერი რო აიყვანოს ბუღალტერსაც ხო კიდე უნდა გადაუხადოს არა გურსმერს რო ყიდის და ამ როგორ უნდა ძირითადად ამათ ანადგურებენ ანუ რეალურად აი რო არ უნდა რომ სიხატაკის პროგრამაში მოხდეს და გარეთ რო დგას და რაღაცას ხო აი ასეთები გაანადგურეს გარდა ამის ახლა რა ჩვენ გვაქვს კანონი რომელიც მივიღეთ 2004 წელს 4-5 წელი იყო რომელიც ამბობს რომ 100000 ლარის ლარამდე თუ აქვს ბრუნვა მაშინ დამატებული ღირებულების გადასახადს არ იხდის კი ბატონო ნუ ეხლა მაშინ 100000 ლარი ბრუნვა რაღაცა მაშინაც ცოტა იყო მინდა გითხრათ მაშინაც არა ბევრად გვეჩვენებოდა არა ნუ ახლა რაღაცა იყო დღეს 100000 ლარი გადავიყენოთ ეხლა ბრუნვაზე არის ლაპარაკი თვეში 8000 ლარის ბრუნვაზე არის ლაპარაკი ანუ მეწარმე რომელსაც 1000 ლარიდან 1500 1600 ლარამდე აქვს შემოსავალი მე კიდე იმ შემოსავლიდან ხელფასები უნდა გასცეს კიდე ანუ რაღაცა პენსიონერია რეალურად დამატებული ღირებულების გადასახადით ბეკგრაუნდ. წარმოგიდგენიათ? რომელიც არის 18% როგორც. კი, 18% ხო. და ამის დაკლებაზე ხო? გაზრდაზე. ანუ ეს 100000 ლარიანი ზღვარი მინიმუმ უნდა გაეზარდოს 500000 ლარი. მე თვითონ მეწარმეებმა მითხრეს ეხლა ხელისუფლებას შეშურდეს ვიტყვი მე კონტაქტობ ამ ხალხთან ეს ხალხი ყველა ძალიან კარგად ორგანიზებული მოტივირებული ამას პირადი მოტივაცია აქვს ეს არის ხალხი არჩევნებში როგორ გითხრათ თვითორგანიზებული არმია იმუშავებს ეს უნდა იყოს ხელისუფლება ეს არა ჩემი მხრიდან შანტაჟი ღმერთმა დამეფორს მე ეს არ მახასიათებს და ამას ყოველთვის თავს ვერიდი მაგრამ ეს ხალხი არის დაინტერესებული იმისთვის იარსებოს და საარსებო საშუალებას არცევს და აიძულებს რომ სიხატაკის პროგრამაში გადავიდეს ამიტომ თვითონ მითხრა ამ ხალხმა რომ მოდი 300000 ჩავწეროთ. რომ იქნებ ამას ცოტა მაინც სული მოვითქავთ რომ 500 შეიძლება არ დაგვთანხმდეთ. და სქერას ამბობთ. არა 500. არა 300 შევიტანე. 300 შევიტანე. ეს პრეცედენტი თუ დაიშვა მე შეიძლება მომდევნო ეტაპებზე გავზარდოთ ეს რაოდენობა ხო? არა, ნუ იცი რა არის.
თავარი არის დიალოგი, აი ორხრივ უკავშირი იყოს. მე არ მიჭირს, მე მაქვს ეხლა რა საკუთრებით იქნება უკავშირი? ისი რა, ამ პროექტზე არ წამოვიდნენ. ახლა ამიტომ მე შევატყვი, რომ 300-ად არ იმუშავა. რაც საჭირო ისე შევიტან განმეორებით და ახლა და ამას დავიწყებ ისევ და როგორ ატყობთ მოდიან არ მოდიან? აი პირად კონტაქტებიდან? არა, მე ველაპარაკები, ხო, მე ხო რადასამალია ჩემი მეგობრები არიან და მე უკავშირდები ველაპარაკები, ზოგჯერ ნუ რაღაცას გეუბნებიან, რომელიც აი მაგალითად იყო შემთხვევა, რომ გასაგები იყო ჩვენს ერთ-ერთ მიგრაციასთან დაკავშირებით. მე ერთ-ერთი ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებების ჰქონდა, რომ გაკეთებული იყო საიტი, სადაც ყოველთვიურად გამოქვეყნებოდა რამდენმა მიიღო უფლება, შრომის უფლება და ასე შემდეგ და ძალიან გასაგებად ამიხსნეს და გავიგე, რომ მითხრეს, რომ მე აღარ გავთქვამ ახლა მოკლედ პრობლემა ამიხსნეს პოლიტიკური მათთვის და გავიგე და ამაზე აღარ დავიწყე დაწოლა. მაგრამ იგივე მაგალითად მშენებლობასთან დაკავშირებით, ხო, როცა ამიხსნეს, რომ კვალიფიციური მუშახელი არ გვყავს, ვიცი რომ არ ყავდა, ამ ნაწილშიც ვერ შევთანხმდით, იქ მე რაღაცას კი ვთავაზობდი, მაგრამ როცა რაღაცა არგუმენტები არსებობს, მე პოლიტიკოსი ვარ და მესმის და შეიძლება არ ეთანხმოვდე იმ არგუმენტებს, მაგრამ რეალურად მიღწევადი შედეგის მიღწევის ხელოვნება არის პოლიტიკა, ხო? ამიტომ არ ჭედავ ხოლმე ასეთ სიტუაციაში, მაგრამ ეხლა ნამეტარი თუ მოუვათ ხო, ნამეტარი, ანუ იგივე მაგალითად ისევ დღეს ახლა საშუალო ხელფასი არის 2000 ლარი საბიუჯეტო ორგანიზაციის ჟურნალისტიკაში და ასე შემდეგ, ხო? თუ მაგალითად ოჯახში არის 3 კაცი მუშაობს, ხო? და 1300 ლარი რა არის? რომელი ხელფასია, ხო? 1300 ლარი. თუ აქ ის ხდება წლიური შემოსავალი არის 40000 ლარს ზევით და ის ხდება ერქმევა მას მდიდარი და ვალდებული არის თავისი ქონების გადასახადი გადაიხადოს 0.2% თუ 40000 ლარამდე და 100000 ლარზევით 0.8% და წარადგინო დეკლარაციები. ეს ერთი ჩემო კარგო, მაგრამ გარდა ამისა ართმევენ საყოველთაო დაზღვევას. მაგალითად ონკოლოგიური ღმერთმა ყველა ჯვარი წე ონკოლოგიური პაციენტი თუ მილიონები ღირს. და ამ პროგრამიდანაც გაგდებენ. ეხლა ასეთი რაღაცა ადამიანს, ესე იგი 1300 ლარი თუ ბევრმა არის ის, ვინც ეხლა სახელმწიფო მოხელეები, აი საბიუჯეტო ორგანიზაციების დასაქმებულების 80% დაახლოებით 80% შეიძლება მეტის ავსებს ამ დეკლარაციას, ანუ მათ არც ეს აღარ აქვს დაზღვევა. სახელმწიფო დაზღვევა არც ეს აღარ აქვს უფლება ღმერთმა დაიფაროს ან ონკოლოგიური პროგრამა თავის ფულით ანუ სახალის გაყიდვა მოუწევთ. მე შევიტანე ეს კი საით გვიბიძგებენ რომ დეკლარაციებში ვტყუოდეთ? არა, მე არ უბიძგებ. არა, თქვენ არა. უბიძგებს. კანონი და მოქმედი კანონები. კი ბატონო, ხო, მაგრამ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ვინც მუშაობს, ვერ მოიტყუებენ, იმიტომ ხელფასად ერიცხება. ვალდებულია რომ შეიტანოს ეს და არჩევანი აქვს რომ ესე იგი ყველა პროგრამიდან ამოვარდე. ანუ ისი რა არის, არჩევანი აქვს ზოგჯერ შეიძლება გადაწყვეტოს რომ მოდი არ ვიმუშავებ. იმიტომ რომ დამატებით ანუ უმუშევრობის წახალისება მოდის. აი ორი კაცი თუ მუშაობს და 1300 ლარი აქვს და მესამეც ვერ იმუშავებს, ხო ცოტა დაემატება, მაგრამ ის იმდენს კარგავენ რომ აღარ უღით რომ მესამეც იმუშაოს. აკეთე შევიტანე რომ 40000 100000 ლარამდე გაიზარდოს 100000 ხო გახსოვთ ის რო იყო აი სიღატაკის ზღვარს მიღმამყოფი სია ხო არსებობს ამიცი და მე ერთი ფარდის გამო და ხო მაცივარი კონი მე ამაზე მუშაობ მეზობელს და მეზობელმა შემოუტანა კარაქი აჩუქა და შენო მაცივარიც ქონია და კარაქი ცოტა რომ მოუხსნეს ნუ მოკლედ და მე ნახე რა მინდა კითხო ის რა ქვია მე რო დაუშვეს რომ იმუშავეთ ოღონდ და არ მოგიხსნით ამ დახმარებასო აქ როგორ არის საქმე ისე ესია ძალაში ესე იგი ეს პროგრამა გაუნჯობეს და შედარებით მაგრამ ეხლაც მნიშვნელოვანი ხარვეზებია და მაგალითად შემიძლია მოგიყვანო 88 წლის პენსიონერს რომელმაც ბინა გაყიდა, იმიტომ რომ შვილი ონკოპაციენტი ყავდა. მაშინ არ იყო ეს
და ღმერთმა დაალოცოს ვინც ეს პროგრამა შემოესწრო ჯანდაცვაზე ძალიან გრანდიოზული წინსვლა ჰქონდათ ამათ და ამას ვერ დაუკარგო რა თქმა უნდა. თუმცა ახალოზები არ და ხუნდა ვიშ არის შავს ეს ნაბიჯი გადადგა მე დაიძინო ხო? მუდმივად განახლებაზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ. და მოუწია სახკარის გაყიდვა შვილი გარდაიცვალა. მეორე შვილი ყავს შიშუმო პირი ან შეზღუდული შესაძლებლობის პირი. მისი ხელფასი არის 250 ლარი. წარმოიდგინე სად მუშაობს არ ვიცი. რაღაც სახელმწიფო დაწესებულება ასეთი და თვითონ პენსია აქვს. არ ყოფნით. პენსიონერს ხო აფთიაქში ხო აფთიაქო. კი. და დაწერილი აქვს წაართვეს და რატომ წაართვეს სიღატაკის გასვლა პროგრამა და ამოაგდეს იმიტომ რომ არის ლიმიტი რომ ამაზე მე დენს თუ წვავ მაშინ ესე იგი ფული გაქვს გამოდის ფული გაქვს და ხო მდიდარი ხარ და ცოტა გადასწდა ამას და ამას წაართვეს იქაც რაღაც თეთრებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი კი თეთრების გამო ხო თეთრების გადაცილების ესე იგი რისხავს უნდა იყოს მიჩერებული რომ აღარ ჩართო დენი ისი რა მე მესმის კანონმდებლობის ლოგიკა მაგრამ იმდენად დაბალია ეხლა ეს ადამიანი 88 წლის ადამიანი ხო შეიძლება დენი ჩართული და სახსრების პრობლემა დაეძინოს ამ სიბნელეში ვერ იძინებს ერეთევა რა პენსიონერია ტელევიზორი აქვს სულ ჩართული პენსიონერები მე ხო ზოგს ეშინია სიბნელის და შუქს ტოვებს მე ერთი ქალი მირეკავდა ხო ასე იგი ხო არის ზოგი ჩრდილებს რო ხედავს ჩრდილებსაც ვერ ხედავს აბსოლუტურად ბრმა იყო ძმაც ბრმა ყავდა შაქრის დიაბეტით იყვნენ ორთავე და 80 წელს გადაშორებული იყო მამასაც წართ ეს წლების წინანდელ ამბავს გეუბნები ძალიან კარგი კაცი ხელმძღვანელობს ალეკო ვარშელომიზი ამ სოციალურ სააგენტოს და ძალიან კვალიფიციური და აი ესეთი რომ მე ვთქვა რა მივიდეთ ერთად ჟურნალისტებთან თუ მე რასაც ვამბობ შემეკამათ ხო არ იქნება მართალი მე ბოდიშს მოვიხდით თქო თუ არა და ამ პენსიონერს და ეს გავაგდოთ თქო ის ამას პროგრამიდან აგენტი ხო ხო რა თქმა უნდა იმიტომ უსამართლოდ მეზობლებმა შეუგროვეს სარიცხი მანქანის ფული და შეუტანეს რომ მეზობლები ურეცხავდნენ მარტო ხელა იყო ეს ქალი და მე საიდან მისვენობდა იცი სულ რადიო ედო ჩემთან ეს ყურთან და ტელევიზორი ჩართული და როგორც გამე გადაცემას დავამთავრდი მიერეკავდა სულ მუდმივ კონტაქტზე იყო ჩვენ და გარე სამყაროსთან კავშირი ამ ადამიანს აქვს ტელეფონით, რადიოთი და ამას უნდა კონდეს ჩართული პენსიონერს. გამიგეთ? იმიტომ ამათ უყურებენ ახლა მე სახლში მყავს პენსიონერი ბაბუ და სულ ტელევიზორი ჩართული და ტელეფონი და ტელევიზორი მისთვის ნუ მნიშვნელოვანია რა, ხო, რომ გარე სამყაროს იმიტომ სახლიდან უჭირდას, ხო. ხო და ნუ მე იმის აგენტის გაგდება ახლა სხვის უბედურებაზე რა თქმა უნდა აღუდგინეს და განაცდურის დაუბრუნეს ის რაც დააზარეს 803 თვის ერთად მისცეს უჩივლელად მოხდა ეს ამბავი უჩივლელად ეს ძალიან დალოცვილი ადამიანია რა კარგი კაცია რა მართლა კვალიფიციური და ასეთი მაგრამ კანონმდებლობის ხარვეზია მაინტერესებს კანონმდებლობის ხარვეზი ხო არის და განათლებით ხო იურისტი ხართ განათლებით ვარ ეკონომისტი და მე პოლიტიკური სწავლების პოლიტიკოსი ვარ პროფესიონალი ყოველ შემთხვევაში იურისტი ევროსაბჭოს პოლიტიკური სკოლა მაქვს დამთავრებული ძალიან საინტერესოა მე მაგ საკითხებზე კიდე სხვა დროს დავილაპარაკოთ რა მინდოდა იცი მე თქვა გამორიცხავთ თუ არა შესაძლებლობას რომ აი ეს ვიღაცა აგენტი ის ვიღაცა დაბალი რანგის ტირებდეს აი საბოტაჟი ხო გესმით რაღაცის გაკეთება ან არ გაკეთება სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ რომ აი რამენაირად გაღიზიანდეს ეს ხალხი არის რა შესაძლოა ასეთი იყოს ცალკეული შემთხვევები მაგრამ ეხლა და იყოს ადგილზის არაკეთილ სინდისიერება ზოგჯერ ხშირად მაგრამ ეხლა იმდენად რა უნდა მარტივესია აი ჩემი სტანა ვიღაცა უნდა მაგრამ საახლობ რამდენი ივლის ასე მაგრამ სეროქსე ხო არ გადაგამრავლებს ჯონდი არა მაგრამ ეხლა იმდენად ჩამკეტია გაუჭირდება აგენტსაც რაღაცა ნუ მოლეთ ეს ხალხის სიდე აუცილებლად რეკავენ პროტესტები სისტემა უნდა იყოს გამართული და ვერამნერ აქვს პარლამენტის წევრი არ უნდა ცხოვრობდეს სხვა პლანეტაზე აი ეგ არის სხვა და უნდა კითხულობდეს კანონებს. პარლამენტში უნდა იყონ ადამიანები, რომელსაც კანონის შემოგვეცდების საქმიანობა ესმის და ეს მისი რა ნიშნით უნდა ავარჩიოთ? აი კარგი. მოვა ეხლა ეს არჩევნებიც და ვიღაცა მოვა და ისე მაინც პოლიტიზირებული გამომივიდა, მაგრამ აი კანონის შემოქმედებაზე ვლაპარაკობთ, ხო? ელემენტარულად ეხლა არავის ის არ მინდა შეურაცხყოფა. ის სპორტსმენი შეიძლება ისეთი გულმხორვალე
პატრიოტი იყოს, ის მუსიკოსია თუ ვიღაცა არის, მაგრამ კაცო, მე ხო არ მივდივარ და როიალზე არ ვუკრავ ფილარმონიაში თუ სადმე სხვა საკონცერტო დარბაზში. მე ხო ჩემი ადგილი ვიცი არა. შეიძლება სახში დაუკრავ და გავერთო, მაგრამ მე ხო პრეტენზიას არ ვაცხადებ, რომ აი ამას რომ მოდიხარ და კანონ შემოქმედებით ორგანოში ჯდები და ხელფასი იღებ და რომ დაგიდო ნიძლავზე ერთი მუხლიდან შინაარს ვერ გამოიტან. ნუ აი არ ვიცი რა არის მე მესმის რასაც ამბობ და რა თქმა უნდა პარლამენტი ძირითადად პოლიტიკოსების შეჯიბრების ადგილია და მათი კონკურენციის ადგილია. ხო, წეს ასია შექმნით, მაგრამ ეხლა ხო ხედავთ რაც ხდება. მაგრამ სპორტსმენი თუ მუსიკოსი რომელიც ხდება პარლამენტში თუ ექიმი, ხო, იმას ყველას ხავს თანაშემწეები. კი. ანუ მას შეუულია რომ აპარატი ყავს. ხო, თუ ის დაინტერესებულია კანონშემოქმედის საქმიანობით, ხო, ვიღაცა გეტყვის ეხლა შენ წაი ერთხელ წაი ორჯერ მე ხო ვისწავლი რა, ბოლო რა. უბრალოდ არ კითხულობენ. ყოველთვის იყო ეს პრობლემა. ყოველთვის იყო ლაპარაკი იმაზე, აი კანონი არ გაქვს აკითხული. ყოველთვის ეუბნება ეხლა 2008 წლიდან 2012 წლამდე პარლამენტში. მე ხო მარტო ვიყავი ქართული დასი. რომელ პარტიას ქონდა ყველაზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა თუ ისინი? მე. მარტო ერთად. ერთ კაცს. ნაცმოძრაობას, რომლებიც რავი 150 თვით იყვნენ, ნუ რაღაცა ოპოზიციას თავისი ოპოზიცია რა. იმაზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა მე მქონდა შეტანილი. დანარჩენი როგორც პარტიას. დანარჩენი იყო არასამთავრობო სექტორი, ამ მეხუთე კოლონის, ესეთი რო თქვა, რომელიც რო შეხვიდე პარლამენტში ქვედას მაშინ ასე იყო გატენილი იყოს და ეხლა ცოტა ამყარი. ქვევით ამ თელი სართული ამათი იყო. ესენი იჯდნენ, უცხოელები. ტუკ ესენი ბერში და ამათ შემოქონდა კონვეიერი იყო. ანუ კანონებს ქართველები კი არ წერდნენ. კანონებს გვიწერდნენ. შემოქონდათ და მე ზოგჯერ ახლა ლაპარაკობ რომ კანონს ისი როგორ აი კანონი. ხო, და წაკითხოს რომ ვერ მოასწრებ. ვერ ვასწრებდი. ვერ ვასწრებდი, მაგრამ მყავდა, მე ახლა მაინც პარტია მყავდა და აპარატი იმხელა არ მყავდა სამწუხაროდ, მაგრამ პარტიაში ვანაწილებდი და ვეუბნებოდი რომ გადახედოთ რომ ვიცოდე რა წერია რა, იმიტომ რომ არ იყოს საშუალება ყველაფერზე კიდე და ის რასაც ვერ წავიკითხე, აღარ ვაჭერდი ხელს. აჰა. არც საწინააღმდეგო თავს იკავებდი მინიმუმ. ხო, მინიმუმ თავს იკავებდი რაღაცა დანაშაულში არ მიმეღო მონაწილეობა. მაგრამ ძირითადად ესე იგი ვასწრებდი წაკითხვას რაც იყო. ესე იგი კიდევ მოველოდეთ ახალ სიახლეებს თქვენი საკანონმდებლო ინიციატივები. ეხლა როგორ ხელთ როგორ ასე გვაქვს ეხლა გამზადებული. ეხლა ჩემს ძველ მეგობართან კახა კახიშვილთან ძალიან კვალიფიციური იურისტია. კახა ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. და წესიერი კაცია და ჩვენ მეგობრობთ და უფრო აი სოციალურ საკითხებს არა ყველა სამართლებრივ საკითხებზე ყველა საკითხზე უმუშაობს სამართლებრივი სოციალური მიმართულებით ეხლა რა მოვიკითხეთ ეს შეთქმულების თეორიის ხო საბოტაჟზე იკითხე ხო სოციალური ისი როგორი შთაბეჭდილება დამრჩა იცი მე როცა ვნახე ეს საკანონმდებლო ბაზა ბოლო ერთი წლის წინ მიღებული მე გამიჩნდა მოსაზრება რომ ვიღაცა მიზანმიმართულად ძილს უთხრის სახელმწიფოს და აი ამ ხელისუფლების შიგნიდან ვიღაცა აი ეგრეთ ხო ებრძვიან ესე სასაცილო გახდა სიტყვა deep state ხო მაგრამ რეალურად ეს არსებობს ხო ეს გლობალური პარტია აი ჭიარო შეუჩდება და შიგნიდან რო ხრავს და მუხა დგას და უცებ ხეთიკრა და წაიქცევა ფაქტია რომ ჯერ ისე იქცევა ევროკავშირის ბიუროკრატია რომ ის ჩანს რომ მათ შიგნით ყავს მოკავშირე ეს ისე ჩანს ამის გარეშე ამ საკანონმდებლო ბაზის გარეშე მე მოდი ევროკავშირის ბიუროკრატის ბრალი კი არ არის იმის ბრალია ვინც აქ იმათ ემუშავება ხო აი მე რის თქმა მინდა ისინი ხო სულელები არ არიან და ხო ესმით რომ აი ამ ესე იგი ბრბოთი გარეთ 200 კაცი დაწესწრებს ამით ხელისუფლებას ვერ დააყო ესე იგი ვიღაცა ამათ ეუბნება რომ თქვენ მე შემიქმნით კარტინკა ხო ფონი სურათი ისეთი რომ მე შიგნით იმუშაო. ანუ ხელისუფლების გადატრიალებაზე კი არა ლაპარაკი. უფრო გასაგებია. ხელისუფლების ამოტრიალებაზე არის. შიგნიდან ამოთხო, გამოკარგ სიყვაზე, გამოხრაზე, შიგნიდან ამობრუნებაზე არის. ვანია სააკაშვილი და ბურჯანაძე რა იყო?
ერთი პრემიერ-მინისტრი იყო, მეორე პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და დააბრალეს დააბრალეს ლევან მამალაძეს მთელი ამბავი ხო და თვითონ იყო ხელისუფლების პირველი პირები ხო შევარდნაძეს მისის ინდულგენცია და დანარჩენი ყველაფერი მოხდა ისე როგორც ხოვნა ხეჩვენეს როგორც მოხდა ხო აი ეს და ამას აზრი როგორ გაწყდეს და ეს საბჭოება ისედაც შევა ეთყობა ევროკავშირის მოხსნით ახლა კანონმდებლობა საკანონმდებლო ბაზას რო გადავხედე ახლა აშკარად ვიღაცა მუშაობს ახლა როგორ ერთი-თეთრის გამო 15000 ლარი დაჯარიმა საპენსიო ფონდის ნავეტარი უმუშაობა ახლა მაშინ ეს სუსმა უნდა იმუშაოს ამაზე სხვათა შეიძლება თქვა სუს ჩვენ ყავს ძალიან კარგი ანალიტიკური სამსახური ქონდა ყოველთვის სუს ახლა ძალიან კარგად მუშაობენ დარწმუნებული ვარ ამაში ეს არის სერიოზული დანაშაული. სუსი აკეთებდა ანალიტიკას მუდმივად, აკეთებდა ანალიტიკას, აი როგორ კეთებდა ეს ანალიზი, საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, ხო? ასე იგი ისეთი ადამიანები, რომელსაც ხალხი უსმენს და კითხვადია, ხო? დაყოფილი იყო, ვთქვათ, ინტერვიუ ახალთაობაში, აგერ ანუ ანალიზ ეს არის ვალდებულებაა სუსის და ამას ყოველთვის აკეთებდნენ და ახლა სოციალურ ხო, კაი, ანალიზი გავიგე, მაგრამ რეაგირება ხო აი ახლა გამოძება ხონდა, ფაქტზე ხონდა დაიჭირა. ახლა როგორ არის, იცი რომ ტულსი გაბარტის ამბავი ხო ნახეთ? ყველა სპეცსამსახურის ხელმძღვანელი იყო, რომელმაც ტრამპს ურჩია, რომ ირანთან ომი არ უნდა დაიწყო და გააგდეს სამსახური. ხო და ჩარლი კირკი მოკლეს ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორი წავიდა თითქმის ანუ ყველა ვინც ეუბნებოდა ერთი არის შენ სპეცსამსახურებს მოაქვს შენთან სწორი ანალიზი მე პოლიტიკოსი ისმენს თუ არა კიდე სხვა საკითხია იმან უნდა მოისმინოს და აგერ რეაქცია ტრამპის მაგალითი გითხარდა ახ ჩვენები ისმენენ თუ არა არ ვიცი ჩვენები თუ ისმენენ ამას ასეთი საკანონმდებლო ბაზა არ უნდა იყოს მე არ მგონია რომ კოლიზია იყოს სუსის მუშაობასა და მთავრობის მუშაობას შორის მაგრამ თავისთავად ცხადად ჩანს რომ იქნები ისეთი ბევრნი არიან რომ უკვე აი ვეღარც არა და არაფერი პერსპექტივა არ აქვს აი თქვენ თუ დააკვირდით შარშან გარეთ რო ეს მოლოტოვის კოქტეილებს რო ისწორდნენ და აქციების პერიოდი რო იყო რომ დაიწყეს კასკადი გადადგომების ელჩები გადადგენ და რაღაცა რა აი შიდა ამოტრიალების დემორალიზაცია უნდათ ხელისუფლების პარალელურად მიდიოდა პირველ არხზე შეტევა მიდიოდა მაშინ გახსოვს შენგელიას გადადგომა და ეს ჩვეულებრივი შაბლონია ხელისუფლების შიგიდან ამობრუნების შიგიდან ამოტრიალების აუცილებლად შიგიდან მოკავშირე უნდა გყავდეს ამისი არ გამოუვიდათ რატო იმიტომ რომ საზოგადოება არ მიიღებდა მას კონსოლიდირებული იყო ხელისუფლების დასაცავად. ეხლა შენ რო ეს აქციები ჩაამთავრე და ხალხი იყო შენი დასაყრდენი და არა კოლექტიური და ნაცმოძრაობა და ქონდა კოლექტიური დასაყრდენი. ეს ხალხი ეხლა დამშეული რო ყავს და იმის მერე იწყება, აი მე ანალიზ ვაკეთებ. იმის მერე ხო? რეპრესიული პოლიტიკა იწყება ჯარსაჯარო პოლიტიკა ხალხის მიმართ. საპენსიო ფონდში ეს სულ მერე შევიდა. ეს საგზაო ჯარიმები მერე შევიდა. ეს საკანონმდებლო ეს ყველაფერი მერე გაკეთდა და მე ახლა პოლიტიკოსები ვაცი ეჭვიანი ხალხები მე ჩემთან სვამ შეკითხვას რომ ეს ახლა დავიჯერო ასეთი უტვინო იყო ვიღაცა შეიძლება ერთს არ ესმოდა და იფიქრა რომ რადგან 10 მილიონი პირობით 100 მილიონი შემოდი ჯარიმებიდან თუ გავზით 200 შემოვა შეიძლება ვიღაცა იყოს ასეთი უჭკო მაგრამ ხელისუფლებაზე მე ასეთი ცუდი წარმოდგენა არ მაქვს გამიგეთ იმ ახლა პრემიერ-მინისტრი ყველაფერს ვერ დაინახავს გამიგეთ? თუმცა პრემიერ-მინისტრი უნდა ცდილობდეს, რომ აი სურათს ხედავდეს. აი მოზაიკა თუ გინახავთ, ახლოს რომ მივხვიდე, ვერ ხედავ. ვერაფერ შორს თუ არ გახსოვს. შორი უნდა გაიწევ. კარგი ნახატი შორიდან. კი ბატონო, ხო აი პრემიერ-მინისტრი უნდა ახერხებდეს ამას, რომ ავიდეს ზევიდან დაინახოს სურათი. ბატონ ჯონდი, ღმერთი ატო ხედავს ყველაფერს, მაღლა არის და ზევიდან უფრო კარგად ჩანს ყველაფერი. ხო, ღმერთი ყველაფერს ხო მაგის განსეცი, ღმერთი ყველგან არის, მაღლაც არის და დავლას ყველგან არის, ღმერთი ყველგან ყოფია. ერთი აი კი გადავაცილეთ ყველანაირ დროს, მაგრამ აი ეს შეჯამებისათვის მინდა რომ ერთი თემა ერთი ჩვენ ბოლო ერთ-ერთი მოკლე ვიდეო აი რო იტყვიან გავარდა ჩვენი პარამეტრებით ახლა ორი თვეა მუშაობთ და 300,000-მდე ნახვა როცა აქვს reels თუნდაც ერთს იქ არის 24,000 25 მაგრამ ეს ბოლოს დადებული
ვირუსულად გავრცელდა და რა შეეხება რომ იყავს პაციენტი გადადებული აი ალბათ უფალს რომ იყავს უკვე რა შუაგზიდან მოbrunებული შეერთებული აპარატზე და სანამ არ ამოწურავს ამ საყოველთაო დაზღვევით 15000-ია თუ რამდენიც არის ლარი და მერე გამოუცხადდებენ რომ გარდაიცვალაო და სანამ კვდება შიგნი არ უშვებენ არც შვილს არც არავის და ეს რა ქვია რო ნახონ ადამიანი ცოცხალია საჭმელი მიატანინეს ის და ერთ-ერთი ქალბატონი კომენტარში წერს რომ დედაჩემი რომ მოვიყვანე და გვამური ლაქები ქონდაო ესე იგი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი მაგრამ ბიუჯეტიდან ის 15000 ხო იყო ამოსახაპი აი ეს გავრცელდა მართალია იქ გამლანძღეს კიდევაც საიდან მოიტანე და ვინ აკეთებს მაგას და ვიცვალებულებს ვინ აერთებს და ან მაგალითად შენი ახლობელი რო იყოს შენ გამორთავდი თუ ასე შემდეგ ხო იცი კომენტარები ნაირნაირია მაგრამ ძალიან დიდი რატომ პოვა ესეთი გავრცელება არის ეს პრობლემა ამის აღმოჩენა ძნელი იქნება პრობლემა არის ეს თუ არა ერთგვარი დივერსია ვერ გამორთავ არა აქვს უფლება აპარატთან გამორს მაგრამ კორუფცია არის და არაკეთილსინდის მიერ ადამიანებმა აი კარტელებმა სამედიცინო დარგში ამით ისარგებლეს და მე რო თქვი რომ ჯანდაცვის გრანდიოზული სრულება იყო ეს რაც გააკეთა ღმერთმა დაალოს მუდმივად რამართლოსა იდეის ავტორზე ვის გააკეთებინა ალბათ ხვდებით ყველა ხო არ დავიწყებს ზედმეტ ლაპარაკს ამაზე მაგრამ ხო არ შეიძლება ეს ერთ ადგილას ვტკეპნო და რაღაცა უნდა ვითარდებოდ ერთის მხრივ ეს კორუფცია მისახი და მეორე მხრივ არაკეთილსინდისიერი ჯანდაცვის სისტემაში ზოგადად არა მარტო ბიუჯეტს ზოგჯერ არის არაფერი არ აქვს ბავშვს და ერთი კბილი აქვს ამასახებ ფიგურალურად თქვა ორს ამოუღებენ არის ესეთი რომ არაფერი არ ჭირს მაგრამ ოღონდ რადგან ფული უნდა გაკეთდეს ოპერაციას უკეთებს არაფერი არ აქვს ამასახები გასაკეთეს არ არის ოპერაცია ეს ამ პრობლემას ეს ცეცხლი და მახვილი უნდა ამოიშანთოს აი სამაგისო რაიმე ცვლილებებზე ხო არ გიფიქრია თქვენ გუნდს ესე იგი კარტელ რასია საქმე ხე როგორ ეს გაკეთებული გვაქვს ჩვენ კარტელებთან მარტო საფთიაქო გითხარით იგივე არის საბანკო სისტემაში ხო ნახეთ როგორი ბანკერის სისტემა ბანკებს აქვს შექმნილი სადაზღვევო კომპანიები აქვს შექმნილი კლინიკები აქვს შესამერე ანუ არ შეიძლება ბანკების ჯერთ ბანკებს აუგზავნეთ ჩვენი კანონით არაპროფილური საქმიანობა და ეს გვინდა რომ როგორმე ლობირება გაუწიოთ ამას და ასევე სააფთიაქო ბიზნესის ვისაც აქვს იმას უგზავნავთ სადაზღვევო ქსელის და კლინიკების ჰოსპიტალური სექტორის არსებობას თავისი ფრთის ქვეშ არ განავითაროს ხო იმიტომ მონოპოლისტი არ იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ შევისწავლეთ კვლევები და შედარებული იყო შეერთებულ შტატებში რა ჯდება კურნალ აი 100 ლარი რო ჯდება იქიდან რამდენი პროცენტი არის ექიმის ხელფასი რამდენია წამლების ხელფასი 80%-ამდე არის ჩვენ და წამალი და იქ შეერთებულ შტატებში 80%-ამდე არის ექიმის ხელფასი ანუ იქ ექიმი დაფასებულია ხელფასაზე და თაღლითობა აღარ უწევს ერთი კვილის დასწრად ორ კვილს არ ამოუღებს ესე იგი ეს ყველაფერი არის საკანონმდებლო აქ მიდიხარ და რადგან ის სააფთიაქო ქსელის ჰოსპიტალია ექიმი ვალდებულია რომ ერთი აბისდას და 1000 უნიშნავს რა ქნას იმას ეუბნებიან რას უნდა დანიშნო კი ბატონო აი ეს არის ბონუსები ეძლევა თავარი პრობლემა დღეს რა აი ჩვენ გამოხრაო რო თქვით ხო შიგნიდან მის ხრავს და მის ვისაც ეხლა ძალაუფლება უჭირავს ეს არის კარტელები და ჩვენ ეს კარტელები უნდა დავამარცხოთ დღეს რეალურად პოლიტიკოსებს ძალაუფლება აღარ აქვთ არც ხელისუფლებაში რომ პოლიტიკოსები არის ისინი ძალაუფლებას არ ფლობენ დღეს ძალაუფლებას ფლობენ კარტელები ეს არის კრიმინალური კლანები რაც პრაქტიკულად სახელმწიფოს დაკარგვას ნიშნავს თუკი ჩვენ ამ კლანებს არ დავამარცხებთ. მოდი შეჯამებისთვის ესე ვთქვათ, რომ არა მხოლოდ კარტელები, უფრო დიდ ძალაუფლებას ფლობს ხალხი, ჩვენი კონსტიტუციით, ხალხი და არჩევანს აკეთებს ხალხი და იფიქრონ ამაზე. გეთახმ, მაგრამ ამ ხალხს მეთაური ჭირდება და მე იცი რა, მე ამას უყურებ ეს რომ კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც ახლა ქართულ ოცნებაშია, ვინც აგეს სხვაგან არის ხო? ყველამ ერთობლივად აი ამ სისტემას უნდა ვებრძოლოთ. მე როგორც კი პრემიერ-მინისტრს დაიწყო, მაშინვე შევიტანე და ამას პიარს ანუ უკვე პოლიტექნოლოგიებს იარაღს აწვდიდი. ხო, არა, მარტო იარაღსაც აქ არ ვაწვდიდი. ესე ფონს უქმნიდი, რომ უკან დახევის საშუალება არ მიმეც ერთის მხრიდან. სახე შეენარჩუნებინა. ხო და მეორეს მხრივ ამათ ურტყამდი, რომ ამ პრემიერ-მინისტრს
ქონოდა საშუალება რომ ეთქვა რომ ხო ხედავთ ფონი რა ხო მაგრამ ნუ არტყობა არ აღმოჩნდა ჩემი მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრის მიმართ იმ საკმარის რომ მას კაპიტულაცია არ გამოეცხადება რეალურად ეს იყო ძალიან ცუდი შედეგი ერთი ბოლო კითხვა და სახელმწიფოს დამარცხება იყოს და არა პრემიერ-მინისტრის კითხვა ბოლო და სულ ეს მაინტერესებს მე და თქვენ როგორ ფიქრობთ მე რო ვიყო მეთქი ხელისუფალი შექმნიდი სპეციალური ხა ხო შექმნეს აგერ დეპარტამენტი და ერთმანეთი რო არ ლანძღოს ხალხმა დეპარტამენტი აკონტროლებს ამას თუ უნდა აკეთებენ ერთი დეპარტამენტი რა გაჭირდა დაგენაცვლეთ რომ დასვათ ორი კაცი ჭკვიანი და აი კაცმა ილაპარაკა აგერ ბატონო კანონიო შემოვიტანეო მხარდაჭერაო ამ ქვეყანას მარტო გაარწწორებს კარგი კანონი და სამართლიანი სასამართლო მეტი არაფერი არ გვეშეხმები დეპარტამენტი არის პარლამენტი უბრალოდ პოლიტიკური ნება არა ეს ხო ვინც უნდა აღასრულოს მაგრამ მე გეუბნები ნახე რას ვამბობ აი ეხლა რასაც თქვენ ლაპარაკობთ აი ეს ფონი შეუქმენი აი ეს პრობლემები კონკრეტული პრობლემები აგერ მე გეუბნებით კომენტარში ქალბატონმა დამიწერა რომ დედაჩემი რო გამოვიყვანე სავადმყოფონად და რომ ითხრესო დღესდილას გარდაიცვალა გვამური ლაქები ქონდა გვამური ლაქები აგერ წავიდეთ ვკითხოთ ექსპერტებს რამდენი საათის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს გვამში ანუ ადამიანი უკვე იყო გარდაცვლილი ამათ უთხრეს აპარაზიო შეერთებული და უკვე რომ გათავდა ის 15000 ლარი ხო გამო აი ხო ხდება ესეთი რაღაცები მოკლედ ვიღაცა და გაგიჭირდათ ადამიანი რომ დასვათ მოусმინოთ ჩვენს პოდკასტს მოусმინოთ სხვა პოდკასტებს მოусმინოთ ამ ტელევიზიებში ხო ხედავთ რომ ორი პოლუსია როგორც წეღან თქვით აგერ კაფსულა ერთი კაფსულა მეორე სწორამავს ვერ საიდან ვერ გაიგებთ უსმინეთ ხალხს და სადაც პრობლემა გაქვთ ის პრობლემა ამოწიეთ თუ ვერ უშველით თქვენ დაგვიხმარეთ რაღაცას ვიზამთ აგერ ზოგი იურისტი ვარ ზოგი რაღაცა შეგვიძლია ხო თუ არა და ეს ხალხი თუ მოგიტრიალდა თუ კან მე ვინცად გაასწრებთ მაგასაც დაგინახავთ დიდი მადლობა ჯონდი მადლობა თქვენ მადლობა რაღაცა სულ მინდა რომ ბატონო გიძახო მაგრამ რაღაცა ეს ჩვენი ერთად გატარებული ახალგაზრდობა შენ ახალგაზრდა პოლიტიკოსი მე ახალგაზრდა ჟურნალისტი რამდენჯერ გვიჩხუბია გვიომია გადაგვიტანია ეს ყველაფერი მაგრამ ეს ხო ყველაფერი გავკეთებია ჩვენ ქვეყნის სიყვარულით და ჩვენებურად გვიფიქრია რომ ბევრ ამას შემშლია მე პოლიტიკის კეთების დროს ასევე შემწდარი ვინა ვართ მაგრამ აი ეს ოღონდ შეცდომა იყო ხო შეცდომა არა მიზან მიმართული და არ იყო ის რომ ბიცარისი გამომეთხარა და ამას უზე ხედავ მე რომ ხო და მოკლედ ბოლოს მე და ჯონდი იმაზე შევთანხმდით რომ ბატონობისა და ქალბატონობის გარეშე და მოდი იმაზე შევთანხმდით რომ თუ კი აი ეს თქვენი რო გიწყვიათ კანონები თუ რამე საინტერესო არის ისეთი რომელიც კიდე შეიძლება გამოვიტანოთ და ჩვენი სტუდიის კარიღია იქნება აი ამ კუთხით ვიმსჯელოთ კანონი რატომ არ ვარგა რა არის გასასწორებელი თუ გზა კი გითხარი აგერ პარლამენტის რეგლამენტის მიასე მუხლი ნებისმიერ შეგვიძლია ერთი ჩვენიანი მოვძებნოთ პარლამენტში რომელიც ამას გაგვიქაჩავს დიდი მადლობა ყურადღებისთვის მადლობა ჯონდი და წარმატებას გისურვებ მადლობა